გონყურებთ კურიერს 9 საათზე. მცირე კორექტივების მიუხედავად საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებლების სია თითქმის უცვლელი რჩება. წელსაც აბიტურიენტთა უმრავლესობა არჩევანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე აკეთებს. ყველაზე სასურველი უნივერსიტეტების საუკეთესო სამეულში ისევ მოხვდა ილიას უნივერსიტეტიც. თუმცა თავად სასწავლებელში შედეგებს სხვა პრინციპით ითვლიან და აცხადებენ, რომ აბიტურიენტთა შორის სწორედ ილიას უნივერსიტეტი ლიდერობს. ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უკვე ცნობილია რეიტინგული სასწავლებლების სიაც. აბიტურიენტების თითქმის 65% პირველ რიგში სასურველ სასწავლებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიიჩნევს. შარშანდელთან შედარებით აქ მსურველების ყველაზე დიდი რაოდენობა ეკონომიკურ მიმართულებაზე მოდიოდა. მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად ყველა ფაკულტეტზე, ყველა პროგრამაზე არის მატება საკონკურსო თვალსაზრისით და მაგალითისთვის გვაქვს შემთხვევები, სადაც ერთ ადგილზე მოდის დაახლოებით 15 განაცხადი, 10 განაცხადი, რაც ნამდვილად არის მისავალში და სასიამოვნო ფაქტი. 33,500 აბიტურიენტმა წელს სასურველ სასწავლებელთა ჩამონათვალში ილიას უნივერსიტეტი და ამავე სასწავლებლის ბიზნეს სკოლა ჩაწერა. ამ საერთო დაანგარიშებით ილიას უნივერსიტეტი 90 სასწავლებელს შორის წელსაც დასახელდა. სასწავლებელში ამბობენ, რომ აბიტურიენტების ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ის საერთაშორისო პროგრამებია, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს. ისრულებები, რომელიც ჩვენ ბიზნეს სკოლაში განხორციელდა, ეს მოიცავს როგორც თლიანი პროგრამების გადახალისებას, პრაქტიკოსი ლექტორების მოყვანას, კვლევების მიმართულების დაწყებას და რაც ყველაზე მთავარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტუდენტური დასაქმების პროგრამები, რომელიც იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენი სტუდენტი გვაქვს სპეციალური სტრუქტურა, რომელიც სურნავს იმაზე გარდასწავლის პროცესისა, რომ სტუდენტები დაასაქმოს და იმ გაცვლითი პროგრამების უცხოურ უნივერსიტეტებში განაპირობა ეს, რომ ვთქვათ, ესეთი მაღალი მოთხოვნა, ყველაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. კომპანიების წარმომადგენლები მოდიან და ისინი უტარებენ სტუდენტებს ლექციას, ეს მათთვის არის საკმაოდ კარგი გამოცდილება და შესაძლებლობა პრაქტიკა გაიარონ ამ კომპანიებში. გარდა ამისა, გვაქვს კვლევითი ცენტრი ბიზნეს სკოლის ფორმატში, ეს არის ილია უნი ბიზნეს რევიუ, რომელიც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ბიზნეს კვლევებში და მიმდინარე პროცესებში, რაც ასევე სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას კონდეთ ინფორმაცია ბიზნესში მიმდინარე ტენდენციების შესახებ. კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც წელს განსაკუთრებული მოთხოვნით გამოირჩეოდა, სოხუმის უნივერსიტეტია. აქაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსგავსად აბიტურიენტების უმეტესობა ეკონომიკურ მიმართულებას ითხოვდა. სოხუმის უნივერსიტეტის სხვათა შორის ერთი კონკრეტული ფაკულტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი სოხუმის უნივერსიტეტის აღმოჩნდა ისეთი, სადაც მაღალი კონკურსი დაფიქსირდა ისევ ვიმეორე პირველი არჩევანით. უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგი გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა. მაია მიმინოშვილი ბოლო პერიოდთან შედარებით არსებული სტატისტიკის ცვლილებას სახელმწიფოს მხრიდან 17 მიმართულების დაფინანსების შემოღებით ხსნის. წელს ასევე სიახლეების შევთავაზეთ უпроსტ თავრობის გადაწყვეტილება იყო ეს აბიტურიენტებს დაფინანსების კუთხით 17 მიმართულება გამოცხადდა უფასო და ბუნებრივია ესეც იმოქმედებდა აბიტურიენტების არჩევანზე. აბიტურიენტების მნიშვნელოვანი მატება წინა წლებთან შედარებით წელს პედაგოგიურ ფაკულტეტზეა. აქ კონკურსი თითქმის ყველა სასწავლებელში მაღალი იყო. მოთხოვნადი სასწავლებლების სტატუსს არც წელს არ კარგავს ფასიანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისეთი როგორიც არის თავისუფალი და კავკასიის უნივერსიტეტი.